მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს პირველ საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. 1 საათია შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი პრემიერის განმეორებითი დაკითხვა ყალბი დოკუმენტებით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ხდება. ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილმა ჩვენება 1 დეკემბერს უკვე მისცა, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით ყოფილმა პრემიერმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რის გამოც მისი ხელმეორედ დაბარება გახდა საჭირო. დაკითხვაზე შესვლამდე ვანო მერაბიშვილმა პოლიტპატიმრების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. თავისთავად ის ფაქტი, რომ უშინცინ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება და პოლიტპატიმრებად აღიარა ყველა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები, ის ადამიანები და ის ტერორისტები, ის ადამიანები ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. და შესაბამისად აპირებენ მათ განთავისუფლებას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ძალიან ლოგიკურია ის ადამიანი, ვინც ებრძოდა ამ ადამიანებს და იცავდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, დადიოდეს დაკითხვაზე. დანარჩენს გამოსვლის უჩანანუაშვილის სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს ომბუდსმენობის კანდიდატმა პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას მნიშვნელოვანი ინიციატივები დააყენა. სახალხო დამცველის დასკვნა უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი განსაკუთრებით მწვავე დარღვევებზე. ასევე უჩანანუაშვილის სახალხო დამცველის თანამდებობაზე აქამდე დასახელებულ კანდიდატებს მრჩეველთა საბჭოს შეიწევს. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე ნანუაშვილი 15 წუთიანი მოხსენებით წარდგა. შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში ის კრიტიკა, რომლითაც მე გამოვირჩეოდი და არ უჭავდი თვალს ძალიან ბევრ დარღვევაზე, შეიძლება ბევრისთვის უმცირესობიდან არ იყოს სასიამოვნო. მაგრამ მე ამასაც ვკვირდებით, რომ არც მომავალში ვაპირებ თვალის დახუჭვას ნებისმიერ დარღვევაზე, ნებისმიერ სერიოზულ დარღვევაზე. მედია კონფერენციის პირველი ეტაპი დასრულებულია. ქართულმა და უცხოელმა მედია ექსპერტებმა მოხსენებები მედიის ფინანსურ მდგომარეობასა და სარეკლამო შემოსავლებზე გააკეთეს. ლაშა ტუღუშის განცხადებით მედია კომპანიების მმართველების ვინაობა ხშირად ცნობილი არ არის და ისინი ფორმალურად არიან გაფორმებულები. სწორედ ამიტომ გაურკვეველია თუ რითი ფინანსდებიან კონკრეტული მედია საშუალებები. კონფერენციაზე მეცხრე არხის მფლობელის თემაზეც ისაუბრებს. ამ თემაზე უფრო დეტალურად პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე. გვანცა გისმენთ. მედია კონფერენციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. საუბარი შეეხო მედიის ფინანსურ მდგრადობასა და სარეკლამო შემოსავლებს. დღევანდელ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში. მისი განცხადებით დღეს გაურკვეველია თუ ვინ არიან კონკრეტული მედია საშუალებების მფლობელები და რითი ფინანსდებიან ისინი. ასევე მოხსენებით წარსდგა საზოგადოების წინაშე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი და მის მოხსენებაში ადგილი დაეთმო მეცხრე არხსაც. მისი თქმით ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევია, როდესაც კომპანიას პრემიერ-მინისტრის ოჯახი ფლობს და მისივე აზრით შესაძლოა ამ ყველაფერმა ჟურნალისტებს თვითცენზურაც კი დაუწესოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევას ჩვენ გავცეთ პასუხი იმისათვის, რომ მოიხსნას გაუთავებელი კითხვები, იმისათვის, რომ უკან არ იდგეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები, რომელიც მერე ახდენს манипуლირებას ამ მედიისა და მერე მედია ახდენს манипуლირებას საზოგადოებრივი აზრისა. ჩვენ გვჭირდება პატიოსანი მედია, ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ, რომ მედიაში არის სუფთა ფული, აი სუფთა ფული შექმნის წესიერ მედიას და არა ფული, რომელიც არ ვიცით საიდან მოდის, რატომ მოდის, რა მიზნები აქვს. ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკა და მედია ძალიან შეერწყა ერთმანეთს. მეცხრე არხი ერთ-ერთი ის არხია, რომელიც პრემიერ-მინისტრის მფლობელობაშია და მისგან ფინანსდება. ეს ფაქტი პრობლემას წარმოადგენს. როდესაც საზოგადოება მიცის, რომ არხი ფინანსდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ შესაძლოა ინფორმაცია არ იყოს გამჭვირვალე და ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ მოხდეს შეკვეთა თუ როგორ უნდა გაშუქდეს ესა თუ ის ამბავი. არსებობს ორი გამოსავალი, ან უნდა გაიყიდოს არხი, ან დამოუკიდებელი ბორდი უნდა შეიქმნას, რომელიც არხს უხელმძღვანელებს. დღევანდელ შეხვედრაზე მოხსენებით გამოდიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. ამ წუთებში მსჯელობენ თემაზე ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში. მომხსენებლების აზრით ამ კუთხით აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ასევე დღესვე იმსჯელებენ ჟურნალისტურ ეთიკის სტანდარტებსა და ციფრული მაუწყებლობის შემოღებაზე. მედია კონფერენციის დეტალებით გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის და ავსტრიის ევროპული ინტეგრაციის და ეკონომიკური განვითარების სააგენტოებმა დაძმობილების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით ელექტრონული მმართველობის განვითარება სამ ეტაპად მოხდება. დაიწყება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკის ქართულ რეალობაში გადმოტანა, შესაბამისი რეგულაციების და სტანდარტების დანერგვა და ინფორმაციის უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა. პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა, საბარაუდო ბიუჯეტი კი 1.200.000 евро. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ფეხი უნდა აუწყოს სწორედ 21 საუკუნის მისწრაფებებს და მმართველობის სისტემაში ელექტრონული სისტემების დამკვიდრებას. ეს პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ამას ამ სფეროში აშკარად იგრძნობა პროგრესი და ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ იმსჯერეს, რომელსაც სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით და დაფინანსებით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება კი წყალმომარაგების რეაბილიტაციის და პარინარჩენების მართვის საკითხებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტების განხილეს. ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი დონორი ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც ორი მსხვილი პროექტი ხორციელდება. ჩვენთან ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ პროექტები, რომლებიც მომდევნო წელს იქნება განხორციელებული ჩვენი სამინისტროს მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, ანუ არ დაიგვიანოს დროში და იყოს სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული. დავით ნარმანიასთან განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პორტფოლიოს გარანტიები, ასევე ვისაუბრეთ ახალი მთავრობის სამომავლო საინვესტიციო გეგმებზე. გვაქვს თანამშრომლობის დიდი სურვილი და საამისო რესურსები, რომ სრულად დავაფინანსოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ექიმებთან ერთად მეხუთე ქალთა კოლონია მოინახულა. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის წამყვანი კლინიკების პროფესიონალი ექიმები ქალმსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლიან და სათანადო დახმარებასაც გაუწევენ. სუბარის განცხადებით, სასჯელ აღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სისტემა უფრო მეტად მამაკაცთა საჭიროებაზეა მორგებული, რაც ქალებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მისივე განცხადებით, აქცია ერთჯერად ხასიათს არ ატარებს და ქალმსჯავრდებულებს გამოკვლევები მომავალშიც ჩაუტარდებათ. საუკეთესო სპეციალისტები, პროფესორები, აკადემიკოსები, თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტები ატარებენ დღეს ამ გამოკვლევას. მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ქალთა დაწესებულება ზოგადად იყო ყველაზე მეტად დისკრიმინებული და ჯანდაცვის კუთხით. არ არსებობს თქვათ ქალების ცალკე დაწესებულება, სადაც მათი განთავსება ხდება, მაშინ როცა მამაკაცებისთვის ასეთი დაწესებულება არის, შიგნითაც არ არის სტაციონარი. კი, ქალაქში გაყვანები ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ისიც არ ატარებდა ესეთ რეგულარულ ხასიათს. წლობით დაგროვილ პრობლემების გადაწყვეტა გვიხდება ახლა. ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით სასჯელ აღსრულების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ვატარებთ ერთობლივ საქველმოქმედო აქციას მსჯავრდებულებისათვის, ქალთა კოლონიის ქალბატონებისათვის. ჯანმრთელობა დღევანდელ დღეს ითვლება პრიორიტეტულად მათთვის განსაკუთრებით. ახალი ამბებით 2 საათზე დავბრუნდებით, დაგველოდეთ.